მიხარია რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ლაშა გაგუშიძე, ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ქუთაისიდან ძალიან ოპერატორიც არის, ჟურნალისტიც არის, ყველაფერი არის. მოკლედ ჩვენი წარმომადგენელია ქუთაისში და ქუთაისის წარმომადგენელია ჩვენთან პირველ არხზე, რაც ძალიან გვიხარია ყოველთვის. სხვათა შორის ჩვენ დღესაც და ძალიან ხშირად გადაცემაში ვამბობთ, რომ ავტორები ხშირად არ ვიცით, სხვათა შორის ძალიან დაჩაგრულები არიან პოეტები. სიმღერასთან მიმართებაში ძალიან დაჩაგრულები არიან და ამას ძალიან ვაპროტესტებთ ხოლმე, იმიტომ რომ არ შეიძლება როგორც მომღერალი გეტყვით, რომ თანაბარი თანაავტორია, თუ ლექსი არ მოყვება, არ ვარგა, ის ლექსი არ ხდება, ასე ვთქვათ, დასამახსოვრებლად და იმღერებოდეს კარგად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზრი გქონდეს სიმღერას შესაბამისად, მელოდიას უნდა მოყვებოდეს შესაბამისი სიტყვა. აი ასეთი ავტორი არის ნანა იამანიძე, ქუთაისელი კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, რომელიც ჩვენ ვიცით, მაგრამ შენ შემთხვევაში შეიძლება არ ვიცოდეთ, რომ სწორედ ის არის ავტორი იმ სიმღერებისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობ და ძალიან მიხარია, რომ ლაშა მას ესტუმრა და ახლა ის კარგად გაგვაცნობს ამ ქალბატონს. კი ბატონო. ჩემი ქალაქი არის ჩემი გული და სული. ამ ქალაქში მე სულ სხვაგვარად ვცნობ თავს, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მომეჩქარება ჩემს ქუთაისში და ყველაფერს უძღვნი ჩემს ქალაქს. რამოდენიმე მელოდია შეიქმნა ერთდროულად და მოგონებები მაქვს, მონატრების გრძნობა მაქვს, ჩემი მშობლების, ჩემი ძმის და სრულიად ეს რამოდენიმე მელოდიასთან ერთად შეიქმნა ეს მელოდიაც, რომელიც ვიფიქრე, რომ აუცილებლად ლაშა ღლუც უნდა ემღერა. და მართლაც ლაშა ჩამოვიდა, მოვასმენინე, ბევრი რაღაცები შეცვალა და მიიღო ეს სიმღერა ისე როგორც ვერც წარმოვიდგენდი თუ ესეთი 7 მილიონი ნახვა ამ სიმღერას. მე არასოდეს მარტო არა ვარ, ყოველთვის გვცნობ დიდ ძალას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ალბათ ეს ძალა მაქმნევინებს იმ სიმღერებს, იმ მელოდიებს, ასეც ვაკეთებ. შეიძლება იყოს ხამის 2 საათი, დილის 6 საათი და გამოგაღვიძოს რაღაცა ძალამ და შენ მიდიხარ ინსტრუმენტთან და ძალიან ჩუმად იწყებ დაკვრას რაღაცა მელოდიისას, იმიტომ რომ დილის 5 საათზე და ხამის 2 საათი ცოტა უხერხულია და არ გინდა რომ მეზობლები შეწუხდნენ და ასე იქნება ეს ჩემი სიმღერები. ჩვენს ოჯახში სულ სტუმრები იყვნენ. ჩემი დედის და მამის შემდგომ განვაგრძე ეს დიდი ტრადიცია. ჩემი მეგობრები სულ იკრიბებიან ჩემთან და გვაქვს ძალიან ლამაზი საღამოები. დიდი ხანია ეს ხდება ჩემთან სახლში. ამ დროს, ამ 5 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სიმღერა დაიწერა და ხშირად ხერიან ამ სიმღერებს ჩემი მეგობრები.
ჩემი მუსიკალური აკორდია, ჩემი რიონის ხმაური, ჩემი 7 დაწყნარი ქალაქი, ჩემი ქუჩა, სურათი გალამაზებული აივანი და ჩემი საოჯახო სივრცე.